მოგესალმებით, ეთერში ამბობ 12 საათზე სტუდიაში მარიამ სათურიძე მუშაობს. გამოშვებაში ნახავთ. უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი თბილისში, როგორია საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი. განათლების რეფორმა და ხმაური დაგეგმილი ცვლილებების გარშემო რა შედეგით დასრულდა შეხვედრა განათლების სამინისტროში. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ღონისძიება მილანში. თბილისში უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმში პრემიერ-მინისტრი, მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები, წამყვანი დეველოპერული კომპანიები და 100-ზე მეტი საერთაშორისო ინვესტორი მონაწილეობდა. ამასთან ღონისძიებას ესწრებოდნენ უძრავი ქონების წამყვანი სააგენტოებიც, რომლებიც ევროპის ქვეყნებში, ისრაელსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საქმიანობენ. ფორუმის მიზანი საქართველოს უძრავი ქონების ბაზრისა და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია. თევნა მაჭარაშვილი დაესწრო ღონისძიებას და მას ახლა პირდაპირ ეთერში ჩავრთავთ. თევნა, გისმენთ. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი, რომელიც საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და ქართული დეველოპერული კომპანიების ორგანიზებით გაიმართა. მას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ასევე წამყვანი დეველოპერული კომპანიები და საერთაშორისო ინვესტორებიც. ამ ფორუმის მიზანი იყო ის, რომ განეხილათ საქართველოს უძრავი ქონების ბაზარი და მოეხდინათ მისი საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაცია, ასევე ფორუმმა ერთმანეთთან დააკავშირა ქართული უძრავი ქონების სააგენტოები და უცხოელი ინვესტორები. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელმაც თქვა, რომ ამ საერთაშორისო ფორუმის საქართველოში ჩატარება იყო დასტური იმისა, რომ საქართველო იკავებს მყარ ადგილს რეგიონში საინვესტიციო პოტენციალის მხრივ. მისი თქმით, რეგიონში არსებული სირთულეების მიუხედავად, საქართველომ შეძლო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შენარჩუნება, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3%, რომელსაც პრემიერი უპრეცედენტოს უწოდებს და როგორც ის ამბობს, ეს იყო კონტინენტზე პირველი მაჩვენებელი. პრემიერ-მინისტრის თქმით, უძრავი ქონება არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი საქართველოს ეკონომიკის განვითარების, რადგან ის ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და ავითარებს საქართველოს ინფრასტრუქტურას. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ჩვენს ქვეყანას აქვს ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკა, ასევე დაბალი ფასები, რაც თავის მხრივ იზიდავს უცხოელ ინვესტორებს. სწორედ ამ მხრივ მან ხაზი გაუსვა Eagle Hills-ის საინვესტიციო პროექტს, რომლის ჯამური ღირებულება არის 6.6 მილიარდი %, რაც თავის მხრივ ადასტურებს ნდობას ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მიმართ. პრემიერის ინფორმაციით, მხოლოდ ეს უძრავი ქონების პროექტი ჩვენს ქვეყანას 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს. ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის საერთაშორისო ფორუმი, ყავს უცხოელი სტუმრები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რაც აღნიშნე უშუალოდ ფორუმის დროს, რომ რა თქმა უნდა ასეთი ფორუმი თავს უსვამს ჩვენ მზარდ როლს რეგიონში საინვესტიციო თვალსაზრისით. არის ძალიან დიდი ინტერესი საქართველოს მიმართ და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებას, დაჩქარებას. ასეთი ფორუმებიც არის მნიშვნელოვანი პლატფორმა იმისათვის, რომ შესაბამისი საკითხები განვიხილოთ. საქართველოს აქვს მიმზიდველი გარემო შექმნილი საქართველოს ეკონომიკური აქტივობისთვის, ინვესტიციების ჩადებისთვის და მზად ვართ, რა თქმა უნდა, ღია ვართ ინვესტორებთან პარტნიორობისთვის. მეტყველებს იმაზე, რომ ინვესტიციის თვალსაზრისით საქართველო არის საინტერესო ქვეყანა. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, ბიზნესის კეთებისთვის არის სასიამოვნო გარემო შექმნილი ქვეყანაში. ეს რა თქმა უნდა იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ახორციელებს. დღეს 20 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი ინვესტორი არის ჩამოსული ქვეყანაში, რომელსაც აინტერესებს ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელება. წარმოდგენილი ასევე ადგილობრივი სხვადასხვა სამშენებლო დეველოპერული კომპანიები, რომლებიც ისაუბრებენ ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე, ეკონომიკური განვითარებაზე და თუ რამდენად მნიშვნელოვანია და ძალიან მიხარია, მისასალმებელია ამ მასშტაბის საერთაშორისო ფორუმების ჩატარება ჩვენს ქვეყანაში. სამოსულები არიან პოტენციური ინვესტორები 100-ზე მეტი, ისეთი ქვეყნებიდან როგორც არის ესპანეთი, ბრიტანეთი, გერმანია, ისრაელი და ახლო აღმოსავლეთიდან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ უძრავ ქონებაზე ქვეყანაში მოთხოვნა იზრდება, სტაბილურია ჩვენთან უძრავი ქონების ბაზარი, მომგებიანია და იმაზე მაღალი მომგებიანია ვიდრე
ჩვენს გარშემო ევროპულ თუ აღმოსავლეთის ქვეყნებში, აქედან გამომდინარე ეს ზარდი მოთხოვნა განაპირობებს იმას, რომ მომავალშიც პერსპექტივას ხედავენ ჩვენ ქვეყანაში უძრავი ქონების განვითარების. ეს არის ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება საქართველოსთვის. ასევე დაუჯერებლად კარგი შესაძლებლობა ჩვენთვის, დეველოპერული კომპანიების და ინვესტორებისთვის, რომ შევხვდეთ პრემიერს, მთავრობის წევრებს, მივიღოთ ინფორმაცია და ვიყოთ მონაწილე ამ დიდი შესაძლებლობისა და პერსპექტივა, იმისთვის რომ დავგეგმოთ უძრავი ქონების კუთხით ინვესტიცია და მივიღოთ ინფორმაცია. ღონისძიების ფარგლებში წარადგინეს საქართველოს მაკროეკონომიკური პერსპექტივები, ასევე იმსჯელეს იმ მდგომარეობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე არის. ამ ფორუმის განმავლობაში გაიმართა ასევე პანელური დისკუსიები საქართველოსა და საერთაშორისო დეველოპერულ კომპანიებს შორის. მადლობა თეონა მაჭარაშვილი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. 5 საათს გაგრძელდა რეფორმის გარშემო მსჯელობა განათლების სამინისტროში. მინისტრ გივი მიქანაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. მსჯელობის დასრულების შემდეგ თესეუს რექტორმა ჯაბა სამუშია მედიას განუცხადა, რომ მხარეებს რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა შეთანხმდნენ, რომ განხილვები მომავალ კვირასაც გაგრძელდება. უფრო კონკრეტულად რა განცხადებები კეთდება განათლების ხმაურიანი რეფორმის გარშემო, დესი ვარდოსანიძე ჩაგვერთვება ახლა თემის დეტალებით. პირდაპირ ეთერში დესი გისმენთ. დიახ, გუშინ განათლების მინისტრსა და ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის, ტექნიკური უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორებსა და სენატის წევრებს შორის შეხვედრა დაახლოებით 5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა დახურულ კარს მიღმა. შეხვედრის შემდეგ, როგორც მხარეებმა განმარტეს, შეხვედრაზე განიხილეს თუ როგორ უნდა მოხდეს ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის ისე გაერთიანება, რომ მათი ინტერესები არ დაზიანდეს, ასევე რექტორებმა აღნიშნეს, რომ მათ მიაწოდეს ყველა ის ინფორმაცია და იმსჯელეს იმ საკითხზე, რაც უმნიშვნელოვანესია ორივე უნივერსიტეტისთვის. რექტორების განმარტებით ასევე მათ გივი მიქანაძეს, განათლების მინისტრს, თხოვეს, რომ შეიქმნას დროებითი კოლეგიალური საბჭო, რომელშიც ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, რაზეც მათი თქმით მინისტრის თანხმობა მიიღეს. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა, ძალიან ბევრი საკითხი დაისვა. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენის მხრიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან ბატონ მინისტრს გადავეცით ის პოზიცია, რაც აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ასევე მის არჩევით ორგანოებს, მხედველობაში სენატს და რა თქმა უნდა გამოითქვა სხვადასხვა პოზიცია. ერთი რამ, რაზეც ჩვენ შემიძლია სასახელად გითხრათ, რომ შევჯერდით, ის არის, რომ აღნიშნული დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება. რაიმე კონკრეტული ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება ამ შეხვედრაზე ჩვენ არ მიგვიღია, დიალოგი გაგრძელდება და ვთვლით, რომ აუცილებელია ამ დიალოგში მონაწილე მხარეებმა და უპირველესად როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ასევე ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სამინისტრომ ერთობლივად მოამზადოს უკვე ის თავისი ხედვები, რომელი ხედვებიც დაედება საფუძვლად ბუნებრივია აი ამ პროცესს. ჩვენ ყველანი ერთად ვეთანხმებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას რეფორმის შესახებ. დღეს ძალიან თქვენთან ხედავთ, რამდენი ხანი მიდიოდა საუბარი, ძალიან კომუნიკაბელური საუბარი იყო ერთმანეთში, თქმა უნდა ემოციებიც არის. ბატონმა მინისტრმა გააჟღერა გადაწყვეტილება, რომელიც მან გააჟღერა ტელევიზიით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მას მოახსენა და უთხრა რა გადაწყვეტილებაც გუშინ მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, სამეთვალყურეო საბჭომ, ფაკულტეტების საბჭოებად და ასევე ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და წარმომადგენლობითმა საბჭომ. ჩვენ იმ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში და საზოგადოება ვიცოდოს, რომ გაგრძელდება დიალოგი. ჩვენი თხოვნაა ბატონი პრემიერ-მინისტრსა და ბატონი გივისადმი, რომელიც უნდა გადაცეს როგორ მომძანა, რომ შეიქმნას კოლეგიალური ჯგუფი, რომელიც იმსჯელებს ორივე უნივერსიტეტიდან თუ როგორი იქნება ეს რეფორმა, რას მოგვიტანს და სად მივალთ. და ამ ჯგუფის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ერთობლივად მივიღოთ გადაწყვეტილება.
განათლების მინისტრის განმარტებით ეს რეფორმა არის მნიშვნელოვანი, რადგან ამ მიმართულებით ქვეყანაში არაერთი გამოწვევა დგას. გივი მიქანაძის განმარტებით სწორედ ამას ემსახურება ორი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება. მისი თქმით, ამის შემდეგ უკვე მოხდება ცოდნის უფრო ამაღლება და მაღალი ხარისხით განათლების მიწოდება ახალგაზრდებისთვის. მან ასევე ისაუბრა, რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მოისმინა უშუალოდ პოზიციები რექტორების მხრიდან, მათ დასახეს გეგმა თუ როგორ უნდა მოხდეს ორი უნივერსიტეტის გაერთიანება. გივი მიქანაძის განმარტებით შეიქმნება საბჭო, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლები. ეს დაახლოებით 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება რეორგანიზაციის პროცესი და რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნება ერთი დიდი სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისე რომ არც ერთი უნივერსიტეტის ინტერესი არ დაზიანდეს. გივი მიქანაძის განმარტებით არ დგას რის ქვეშ არც ერთი უნივერსიტეტის არც ერთი მიმართულება პირიქით. ამ გაერთიანების შედეგად მოხდება ყველა მიმართულების გაძლიერება. ასევე მინისტრს კითხეს, თუ რა ბედი ეწევა ტექნიკური უნივერსიტეტის შენობებს, რაზეც მან განაცხადა, რომ განათლების რეფორმის ფარგლებში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, თუმცა ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიული შენობების შენარჩუნდება, სადაც სასწავლო პროცესები გაგრძელდება. ამ პროცესში, რა თქმა უნდა, მე მქონდა შესაძლებლობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის მომესმინა, გამეგო მათი პოზიციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და ამის შემდეგ ჩემგან იყო კონკრეტული წინადადება, შეთავაზება იმ პროცესებთან მიმართებაში, რომელიც ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე კვირაში, როგორც თქვენთვის ცნობილია, პარლამენტმა განიხილა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც კონცეფციის დოკუმენტიდან გამომდინარე არის და შესაბამისად ეს ცვლილებები პარლამენტმა მიიღო და ის უკვე პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი არის, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი საფუძვლები, ის რაც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით იყო წარდგენილი, უკვე ძალაში არის შესული. შესაბამისად ერთ-ერთი ნორმა ამ ცვლილებებიდან გამომდინარე ეხება ზოგადად რეორგანიზაციის პროცესის განხორციელებას, რა დროსაც ინიშნება მინისტრის მიერ დროებითი რექტორის მოადგილეები, კანცლერი, ასევე მმართველ ორგანოდ ხდება ჩამოყალიბება, ეს არის დროებითი საბჭო, რომელსაც ჩვენ განვაცხადეთ, რომ ორივე უნივერსიტეტის მხრიდან უნდა მოხდეს პარიტეტული წესით თანაბარი რაოდენობით ამ საბჭოს დაკომპლექტება და ზუსტად ამ საკითხზე მქონდა შეთავაზება, რომ ჩამოყალიბდეს ეს საბჭო ორივე უნივერსიტეტის წარმომადგენლების მხრიდან, მათ წარადგინონ კანდიდატურები და მოხდეს ამ საბჭოს ჩამოყალიბება, თუმცა რეორგანიზაციის პროცესი წარიმართოს არა რამდენიმე თვით, არამედ ამ საკითხების გადასაწყვეტად, ეს არის პროგრამების დადარება, შესაბამისი ადამიანური რესურსების გადანაწილება და უამრავი სხვა საკითხი, რომელიც რეორგანიზაციის პროცესთან და ორი უნივერსიტეტის გაერთიანებასთან არის დაკავშირებული, განხორციელდეს თუნდაც 2 წლინახევრის განმავლობაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომენტარი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ირაკლი კობახიძის განმარტებით დღეს ის პირადად შეხვდება განათლების მინისტრს და მოისმენს, თუ რა პოზიციები გააჩნიათ უნივერსიტეტებს. ირაკლი კობახიძის განმარტებით არ გადაიხედება განათლების რეფორმა, რადგან მნიშვნელოვანია განათლების სისტემის ფუნდამენტური შეცვლა იმისათვის, რომ ახალგაზრდებს მიეწოდოთ ხარისხიანი განათლება. ეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად, მისგან მოვისმენთ უშუალოდ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ერთი რამ არის, რაც არ ექვემდებარება გადახედვას, ეს არის ის, რომ ჩვენს სისტემას სჭირდება ფუნდამენტური რეფორმა. რაც შეეხება ამ რეფორმის დეტალებთან დაკავშირებით ზადვართ ბუნებრივია სასაუბროთ. ამას ემსახურებოდა გუშინდელი შეხვედრაც, ამასთან დაკავშირებით მომავალშიც ზადვართ ბუნებრივია შეხვედრებისთვის.
არის ერთადერთი რამ, რაც არ გადაიხედება. ეს არის ის, რომ ამ სისტემას სჭირდება ფუნდამენტური ცვლილებები, ფუნდამენტური რეფორმა იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მიიღონ სათანადო ხარისხის განათლება, ცოდნა ჩვენს უმაღლესი განათლების სისტემაში. განათლების მინისტრისა და უნივერსიტეტების რექტორების განმარტებით მომდევნო კვირებშიც გაიმართება შეხვედრები და უფრო მეტი დეტალი თუ რა პოზიციებზე შეჯერდებიან მხარეები ცნობილი გახდება მომდევნო კვირებში. მადლობა დესი ვარდოსანიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. დაემატება თუ არა გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ ახალი ინიციატივა. იდეა ქართულ ოცნებას ეკუთვნის. ინიციატივის მიხედვით კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება და არაღიარებისკენ მოწოდება შესაძლოა სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადი გახდეს. თუ მმართველი პარტია ამ ინიციატივაზე საბოლოოდ შეჯერდება, ის გრანტების შესახებ ცვლილებათა პაკეტს მეორე მოსმენით დაემატება. საკითხი პოლიტიკური შეფასებების თემა. ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია კანონმდებლობა უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემის მოგვარებაზე და ამ კუთხით მე მოუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა. პარლამენტის საქმეა, პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი კანონი, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი. შემცირდება თუ არა სურსათის სწავლებისა და საწვავის ფასები და რა ეტაპზეა საკითხის განხილვა. ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა განცხადება კიდევ ერთხელ გააკეთა. ირაკლი ყობახიძის თქმით, საკითხზე მუშაობა მომავალ კვირას აქტიურად გაგრძელდება და მოსახლეობა მალე ხელშესახებ შედეგს იგრძნობს. ჩვენ ყველამ უნდა ვიმოქმედოთ, ყველამ ერთად, ხელისუფლებამ, ბიზნესმა, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით და სადაც ეს შესაძლებელია და რამდენადაც ეს შესაძლებელია, უნდა ვიზრუნოთ ფასების შემცირებაზე, უნდა შევუმსუბუქოთ ჩვენს მოსახლეობას სოციალური ტვირთი, რაც ამ ფასებში არის გამოხატული. მე ვფიქრობ, რომ ამის რესურსი არსებობს, რა თქმა უნდა, პარლამენტი ჩაერთვება საქმეში, შექმნილია როგორც მაგახსენებათ შესაბამისი საპარლამენტო კომისია, მომდევნო კვირიდან უკვე გაიმართება ამ კომისიის ფორმატში შეხვედრები შესაბამისი სექტორის წარმომადგენლებთან და საბოლოო ჯამში საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას ამ ღია შეხვედრების საფუძველზე, მასთან დაკავშირებით თუ როგორი ვითარება შექმნილი, როგორ წარმოიქმნება ფასები და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი. 2026 წლის 6 თებერვალს საკრედიტო სააგენტო S&P-ს გლობალმა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად BB დონეზე სტაბილური პერსპექტივით დატოვა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მაჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. კომპანია ელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება. საქართველოს აქვს სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის ჩამოყალიბებული, ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და თქვენ იცით, რომ გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში. 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ქონია არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში. პირველ რიგში ბიზნესისთვის ეს არის მნიშვნელოვანი, სწორედ საერთაშორისო ინვესტორების მოსაზიდად. აი დღეს ვართ კონფერენციაზე უძრავი ქონების და ერთ-ერთი მთავარი ინფორმაცია, რასაც ჩვენ საერთაშორისო ინვესტორებს, ბროკერებს უძრავი ქონების ნაწილში ვინც მუშაობს, ვაწვდით სწორედ საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგები, სტაბილური რეიტინგები, სწორედ იმისათვის, რომ მათ კონდეთ რწმენა და იმედი ქვეყანაში მათ მიერ დაბანდებულ თითოეული დოლარის სტაბილურ, ასე ვთქვათ, განვითარებაზე. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ცერემონია მილანში სან-სიროს ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართა. გახსნის გრანდიოზულ ცერემონიაზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები, ფიგურული მოციგურავები, ლუკა ბერულავა და დიანა დევისი იყვნენ. მიმდინარე ოლიმპიადაზე საქართველოს სწორედ ფიგურულ ციგურაობასა და სამთო სათხილამურო სპორტში ასპარეზობს. გახსნის ცერემონია საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ესწრებოდნენ.
ზეიმო ცერემონიაში ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა 3 ლოკაციაზე და მე მინდა ჩვენ სპორტსმენებს წარმატება უსურვო. პირველი დღე იყო ძალიან წარმატებული. 4 ხეულში მოხდა ჩვენი ფიგურული სრიალის გუნდი. მინდა თითოეულ ქართულ გულშემატკივარს უსურვო ქართული სპორტსმენების ისტორიული გამოსვლა ამ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე და დარწმუნებული ვარო ჩვენი სპორტსმენების მიერ გარკვეული სინჯის მედლები იქნება მოპოვებული. ძალიან საამაყო იყო დღეს ჩვენი გუნდის წარდგენა სან-სირო სტადიონზე და ძალიან შევეცდებით რომ მაქსიმალური შედეგი ვაჩვენოთ და გავახაროთ ქართველი ერი და ქართველი მაყურებელი. საქართველოს გუნდი ორ სახეობაში არის წარმოდგენილი ფიგურულ სიგურაობაში და სამთო სათხილამურო სპორტში. რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებთ ყველა ჩვენ სპორტსმენს. გუნდში განწყობა საბრძოლოა. ასეთი იყო მოამბე 12 საათზე მე შემდეგ გამოშვებამდე გემშვიდობებით დროებით.